ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის. ის უდაო ჭეშმარიტება არასდროს ყოფილა. სინეტევე და არტე წარმოგიდგენთ. ის რაც წარსულზე ვიცით, დროთა განმავლობაში იფილტრება და იცვლება. სცენარის ავტორები დავით კორნბრზოზა და ოლივიე ვიევიორკა. მაგრამ გათავისუფლებული იდეები ერთი შეხედვით შეუღწევადი და მედეგია. პროდიუსერები ფაბიენ სერვან-შრაიბერი და ლუსი პასტორი. ისტორიის ჭეშმარიტებას რომ ჩასვდე. ხანდახან ახალი ხედვა უნდა მოიშველიო, რათა არსებული რწმენები შეარყიო და ფაქტები დაახარისხო. შთამომავლობა მარშალის გეგმა ისე მიიღო, როგორც გაჩანაგებული ევროპის გადასარჩენად გაწეული უანგარო დახმარება. და მაინც ისტორიის კულისები. $1947 წლის 12 მარტი ამერიკა კეთილდღეობის მწვერვალზეა. უზრუნველი ცხოვრების დღეები ერთმანეთს მისდევს. ომის საშინელებები უკვე უკან დარჩა. და მაინც სწორედ ამ დღეს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა განგაშის ზარებს შემოგრა. დღეს ჩემი გამოსვლა აქ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე თანამედროვე მსოფლიოში შექმნილი ვითარების სერიოზულობამ განაპირობა. საქმე ეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. საფრთხე კი კომუნიზმი იყო. ის ეპიდემიასავით ვრცელდებოდა. აღმოსავლეთში უკვე ბევრი ქვეყანა მოექცა მისი გავლენის ქვეშ. დასავლეთში კი იტალიას და საფრანგეთს კომუნიზმის ბევრი მიმდევარი ჰყავს. საბერძნეთი და თურქეთი ჯერ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ შეიძლება ყოველ წუთს გადაიხარონ მისკენ. ეს ეპიდემია უნდა შეჩერდეს. სხვა ერებს უნდა აარიდონ. დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი ზომები. ჰორიზონტზე გამოჩნდა ცივი ომი, რომელშიც მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება მისაღებია, ყველაზე მოულოდნელიც კი. მარშალის გეგმა, რომელმაც ამერიკა გადაარჩინა. რეჟისორი ბერნარ ჟორჟი. იმავე დღეს 1947 წლის 12 მარტს მოსკოვში ბუშინდელ მოკავშირეთა შორის მოლაპარაკება ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. დღის წესრიგშია გერმანიის მომავლის საკითხი, რომელმაც ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეკრიბა. ინგლისის წარმომადგენელი ერნესტ ბევინი იყო, საფრანგეთის ჟორჟ ბიდო, საბჭოთა კავშირის ვიაჩესლავ მოლოტოვი, შეერთებული შტატების კი გენერალი ჯორჯ მარშალი. მსოფლიო ომის გმირს და გამარჯვების არქიტექტორს ახლა ამერიკის დიპლომატობა ევალებოდა. დელეგატები ფოტოგრაფებს კარგ განწყობას უჩვენებენ. პრესის წარმომადგენელთა წინაშე, როგორც ყოველთვის მათ შორის თანხმობას უფევს, მაგრამ დებატებში უკვე აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება. ჯერ კიდევ გუშინ მოკავშირეებს გერმანიის განადგურება უნდოდათ, მაგრამ ახლა ამ ქვეყნის ძლიერება წარსულს ჩაბარდა. ომის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული ქვეყნების მიერ ოკუპირებული დამარცხებული რაიხი მეურვეობის ქვეშ რჩება. დანგრეულ განადგურებული ქვეყანა სისხლისგან დაცლილს გავს
და მის მოსახლეობას თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. შეერთებული შტატების აზრით, სიღატაკე კომუნიზმისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის და ასეთი გაჭირვების დროს ეგრეთ წოდებულმა ნათელმა მომავალმა შეიძლება იქაც პოვოს გამოძახილი. დროა გერმანიას ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება მიეცეს. რუსებისა და ფრანგების აზრით, ეს ყოვლად დაუშვებელია. გერმანიამ მეხივით გადაუარა ევროპას, ამიტომ დანგრეული საღდგენით უნდა გამოისყიდოს დანაშაული და კონტროლქვეშ დარჩეს. ფრანგი მინისტრი ჟორჟ ბიდო არც ამას ჯერდება და თავის მოსაზრებებს არ ცვლის. კანონის თანახმად, აგრესიის მსხვერპლ ქვეყნებს უპირატესობა აქვთ გერმანიის ნახშირზე, ხოლო მძიმე მრეწველობის ძირითადი საწარმოები, კერძოდ ფოლადის საწარმოები, საიმედო ხელში უნდა დარჩეს. ჯორჯ მარშალი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. უთანხმოებას ვერც დიდ თეატრში სიარულით ძლიეს და ვერც ერთმანეთს მიყოლებული ოფიციალური მიღებებით. კონფერენცია ჩიხში შევიდა. გერმანიის ბედის გადაწყვეტა გადაიდო. ძალიან მიხარია, რომ შევბრუნდები და ვწუხვარ, რომ ამ კონფერენციაზე წინ ვერ წავიწიეთ. მოსკოვიდან წასვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეფიქრიანებული ჩანდა. გერმანია ერთადერთი დანგრეული ქვეყანა არ იყო. მთელი ევროპა დაინგრა და ომის დამთავრებიდან 2 წლის მერეც კი ვერ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას. ატლანტის ოკეანიდან ურალამდე ათასობით შენობა იყო აღსადგენი. ასობით გზა და ხიდი მწყობრში იყო ჩასაყენებელი. სურსათის უკმარისობა და შეზღუდვები სულ უფრო მეტად იჩენდა თავს. ინგლისში, ისევე როგორც პოლონეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში თუ ნიდერლანდებში ხალხი ძალა გამოცლილი იყო. მათ ყველაფერი აკლდათ. საცხოვრებელიც, საკვებიც, საწვავიც. ხანდახან წყალიც კი. მარშალს ესმოდა, რომ ევროპის წელში გამართვა უცებ ვერ მოხერხდებოდა. და ეს რეალობა წითელ საფრთხეზე სწრაფად შეუქმნიდა პრობლემას შეერთებულ შტატებს. ამერიკა უზარმაზარია, მაგრამ მისი წარმოების შესაძლებლობები უკვე მნიშვნელოვნად დაჭარბებენ ქვეყნის მოთხოვნებს. მრეწველობა მთელი დატვირთვით მუშაობს. ნაწარმის რაოდენობა იზრდება და იმის გამო, რომ გარეთ ვერ გადის, ჭარბი პროდუქციის დაგროვების საშიშროება იქმნება. ამდენად ევროპის აღორძინება ამერიკის ეკონომიკის სიჯანსაღისთვის აუცილებელ ფაქტორად იქცა. განკარგულებელი ახლა აუცილებლობა იყო. ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე ჯორჯ მარშალმა რამდენიმე მრჩეველს უხმო სამოქმედო გეგმის შესადგენად. მან ისინი საგულდაგულოდ შეარჩია. მრჩეველებს შორის იყვნენ ჯორჯ კენანი, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ მოწონებული კომუნიზმის შეკავების დოქტრინის მთავარი თეორეტიკოსი. დინა ჩესონი, ცნობილი ანტისაბჭოელი, თავისუფალი ვაჭრობის მტკიცე მომხრე და ბოლოს უილიამ კლეიტონი, სახელმწიფო რეზერვის ყოფილი ადმინისტრატორი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. ეს ხალხი ევროპას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დახმარებოდა, რათა შეერთებული შტატების მომავალი დაეცვა. 1947 წლის 5 ივნის, მაშინ როცა ამერიკა ნორმანდიაში დესანტის გადასხმის 3 წლის თავის აღსანიშნავად ემზადებოდა, ჯორჯ მარშალი ახალ შეტევას ამზადებდა. ამჯერად ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჰარვარდში გაემართა, რომელმაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. დამსწრეთა შორის იყვნენ ლექტორები, სტუდენტები, რამდენიმე ცნობილი სახე, მაგალითად, ატომური ბომბის მამად მონათლული ოპენჰაიმერი და დიდი პოეტი ტომას ელიოტი. სიტყვით გამოსულმა მარშალმა გაახმოვანა თავისი გეგმა.
რამდენიმე მილიარდი დოლარის გამოყოფა ევროპის ასაღორძინებლად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩათვლით. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია არა რომელიმე სახელმწიფოს ან რომელიმე დოქტრინის, არამედ შიმშილის, სიღატაკის, სასოწარკვეთისა და ქაოსის წინააღმდეგ. ზარმა, რომელმაც მაშინ უნივერსიტეტის კამპუსში დარეკა, ხალხს მთელ კონტინენტზე სიდუხჭირის დასრულება ამცნო. სულ რაღაც 2 თვის წინ საზოგადოება ალაპარაკა ტრუმენის აგრესიულმა სიტყვამ კომუნიზმისთვის გზის გადაღობის შესახებ. ახლა კი მარშალი შეჭირვებაში მყოფი ყველა ქვეყნის დახმარებისკენ მოუწოდებდა ამერიკელებს, მაგრამ მალე გამოჩნდება, რომ ეს ორი სიტყვა ერთი მონეტის ორი მხარეა. იმ პერიოდში დინებას აყოლილ ევროპას ამერიკის წინადადებამ 1000 გვარი ოცნება აუშალა. ერთ მაშინდელ სატირულ ფილმში ნაჩვენებია რა იმედები ჩაუსახა მან ესპანეთის მოსახლეობას. მოდის გეგმა მარშალისა, უცხო ქვეყნის საჩუქრები. მათი ფული გაგვამდიდრებს. ხარობთ დღეს ესპანელები. კორიდაზე გამარჯვებულთ ერგოთ ჯილდოთ დოლარები. ტურფაქალებს დაგვამშვენებს სამოსი, სამკაულები. მოვლენ ამერიკელები, ლამაზები, კანადები. გაიმარჯვებს ფუფუნება და ყოვლის შემძლეერები. ფრანკოს ესპანეთი მარშალის გეგმიდან ამოაგდეს. ვაშინგტონმა დახმარებაზე უარი უთხრა დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტურ გერმანიას უჭერდა მხარს. ესპანელები სასოწარკვეთას მიეცნენ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კი ამ დროს დაუყოვნებლივი სარგებლეს შანსით. ომისგან საშინლად დაზარალებულ ამ ორ ოდესღაც აყვავებულ ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირდა ფეხზე წამოდგომა. პროტესტს ვაცხადებთ საკვების ულუფის შემცირებაზე და პურის ნორმირებაზე. ამერიკელთა წინადადებით აღფრთოვანებული მინისტრები ერნესტ ბევინი და ჟორჟ ბიდო ამ წინადადების განსახილველად შეიკრიბნენ. ისინი ერთად უნდა დაპირისპირებოდნენ კაცს, რომელსაც იგივე პოსტი ეკავა საბჭოეთში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მოლოტოვი მოვიდა, ის აშკარად ცუთხასიათზე იყო და მაშინვე ამცნოთ კრემლის პოზიცია, ანუ კატეგორიული არა. ამერიკის დახმარება მომწამლავი საჩუქარია. ქვეყნებმა, რომლებიც მას მიიღებენ, შეიძლება თავიანთი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეროვნული სუვერენიტეტი დაკარგონ. იმის ხაზგასასმელად, რომ მოსკოვი თანახმა არ იყო, საბჭოეთის წარმომადგენელმა განრისხებული სახით დატოვა შეკრება. ეს ცუდი დასაწყისი იყო. როცა საქმე სუვერენიტეტს შეეხო, აღმოჩნდა, რომ ფრანგებისთვის სიურპრიზები არ დამთავრებულა. ამერიკელებმა თავიანთი პირობა წამოუყენეს. თუ საფრანგეთს უნდა ამ მოულოდნელი შანსით ისარგებლოს, 750,000 ტყვე უნდა გაათავისუფლოს, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ მათთან იმყოფებოდა. იმ ტყვეთა უმრავლესობა ან დანგრეული ქალაქის აღდგენაზე მუშაობდა, ან ქვანახშირის მაღაროებში, სადაც მუშახელის საშინელი უკმარისობა იყო. გაჭირვებისგან ჩიხში მოქცეული პარიზი და ლონდონი ამერიკის პირობებზე დათანხმდნენ და მალე პირველი გერმანელი ტყვეები თავიანთი სახლებისკენ გაემგზავრნენ. მარშალის გეგმამ რკინის ფარდის მეორე მხარესაც ბევრს აღუძრა უკეთესი მომავლის იმედი. მრავალმა ქვეყანამ გამოხატა ამ გეგმით დაინტერესება, მაგალითად ჩეხოსლოვაკიამ. მაგრამ ამ ინტერესის გაცხადების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კომუნისტი კლემენტ გოტვალდი უეცრად მოსკოვში გამოიძახეს. 2 დღის შემდეგ კი მოსკოვის აეროპორტის წინ მან უარი თქვა შეერთებული შტატების წინადადებაზე. აშკარად შეწუხებულმა გოტვალდმა შესძახა.
გაუმარჯოს საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის მეგობრობას და ურღვევ კავშირს. გაუმარჯოს გმირ საბჭოთა ხალხს და მის დიდ ბელადს გენერალისიმუს სტალინს. უფროსი ძმის საბჭოეთის წაქეზებით მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფმა ყველა ქვეყანამ ერთი მეორის მიყოლებით თქვა უარი რეკონსტრუქციის ამერიკულ გეგმაზე. მარშალი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ზოგი მათგანი თავს დააღწევდა კომუნისტთა გავლენის სფეროს, მიხვდა, რომ დამარცხდა. ევროპის ორ ბლოკად გაყოფის გეგმა ხორცს ისხამდა და მხოლოდ 16 ქვეყანა რჩებოდა აღდგენის ამერიკული გეგმის გამოყენების კანდიდატად. 1947 წლის 12 ივლისს ამ გეგმით მოსარგებლეობის კანდიდატები შეიკრიბნენ, რათა დაპირება რეალობად ექციათ. თუმცა ჯერ მათი ერთი ვალდებულება უნდა შეესრულებინათ. შეექმნათ ორგანიზაცია, რომელიც ურთიერთშეთანხმებით მართავდა და გაანაწილებდა ფონდებს. ისლანდიიდან თურქეთამდე ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს იცავდა. ფრანგებს იმის შიში ჰქონდათ, რომ გერმანია ფერფლიდან აღდგებოდა. ბენილუქსის ქვეყნებს კი პირიქით უნდათ, რომ მათ მთავარ მომმარაგებელს და კლიენტს სრულად აღედგინა ძალები. შვედებს თავის აღმოსავლელ მეზობელთან უსიამოვნება არ აწყობდათ. ხოლო ბრიტანეთი, რომელმაც ნაცისტებთან ომის დროს ქონების მეოთხედი დაკარგა, თავისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. ეს ყველაფერი სრულებით არგავდა ერთიან ფრონტს, რომელსაც შეერთებული შტატები ითხოვდა და ძალიან შორს იყო ევროპული ალიანსისგან, რომლის ხილვის იმედიც ჰქონდათ. ამასობაში მილიონობით ევროპელისთვის მდგომარეობა უარესობისკენ მიდიოდა. კვების პროდუქტთა რაოდენობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. კლიმატის სახირებებმა მოსავალი გაანადგურა. იგრძნობოდა ხორბლის უკმარისობა. საფრანგეთში პურის დღიური ნორმა 300-დან 200 გრამამდე შემცირდა. გამოიზოგეთ პური, დაჭერით თხელნაჭრებად და გამოიყენეთ ქერქები წვნიანისთვის. ინფლაციის მაჩვენებელმა 85%-ს მიაღწია და შავი ბაზარი კვლავ იზრდებოდა. მილანში ოჯახებს რომ დახმარებოდნენ, ბავშვები დანაშაულ საწყისში ჩადიოდნენ. ბერლინში ქალები ოკუპანტებთან წვებოდნენ რამდენიმე კილა ხორცის კონსერვის ან ცუკატების სანაცვლოდ. სექსი სიცოცხლის შენარჩუნების წილ. მარშალის აზრით მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. სიმპოზიუმებსა თუ კონფერენციებზე გამოსვლისას ის თავისი გეგმის საფუძვლიანობას და მისი განხორციელების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. პირველი 15 თვისთვის 6 მილიარდის გამოყოფას გთავაზობთ. ეს იმაზე ნაკლებია, რაც ომი ჯდებოდა ერთი თვის მანძილზე. სავსებით ნათელია, რომ ახალი სამყაროს მიერ ძველისთვის ამ უპრეცედენტო დახმარების გაწევა არც ადვილი იქნება და არც უდაოდ შედეგიანი. და ჩვენ ეს რისკიც გავთვალეთ. მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ ამის გაკეთებას გადავწყვეტ, მიზანს მივაღწევთ. სტალინის სასტიკი წინააღმდეგობის დავიწყება არ შეიძლებოდა. კრემლის ბატონ პატრონი ვერ დაუშვებდა, რომ მსოფლიოს ბედი ძიას სემს ემართა. 1947 წლის შემოდგომაზე მან თავისი გეგმა გაამჟღავნა. როცა მთელი მსოფლიოს კომუნისტურ პარტიათა დელეგატები ვარშავის ახლოს მდებარე ქალაქში შეიკრიბნენ, საბჭოეთის წარმომადგენელმა ანდრეი ჟდანოვმა პირდაპირ თქვა, რა მიზანი აქვს საბჭოეთს. მას სურს კომუნისტურმა პარტიამ ყველა ქვეყანაში ისტორიული როლი ითამაშოს და სათავეში ჩაუდგეს ევროპის დამონების ამერიკული გეგმის წინააღმდეგ ბრძოლას. სათქმელი ითქვა. და კომუნისტური ევროპაც მაშინვე აენთო. ქვეყნებში, რომლებშიც კომპარტიები უფრო ფესვებ გადგმული იყო, მანიფესტაციებმა იფეთქა. იტალიაში მეტალურგიული ქარხნების მუშები პირველ რიგებში იყვნენ. მათ გლეხები მიყვებოდნენ. საფრანგეთში 80,000 მაღაროელი გაიფიცა.
მერე განათლების სისტემის და ბანკების წარმომადგენელთა ჯერიც დადგა. ადამიანთა საქმიანობის ყველა სექტორში დაიწყო გაფიცვები იმ კოლონიზაციის წინააღმდეგ, რომლის საშიშროებასაც იანკები ქმნიდნენ. მარშალის გეგმას დასცინოდნენ კიდეც. ერთხელ რკინიგზის მუშებმა პროტესტის ნიშნად რკინიგზაც კი დააზიანეს. შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. მარშალის ერთ-ერთმა მრჩეველმა 딘 აჩესონმა განაცხადა: ჩვენ განსაზღვრეთ ევროპის მატერიალური ზარალი, მაგრამ დიდი ზიანი, რომელიც მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებს მიადგა, სრულიად გამოგვრჩა მხედველობიდან. მაშინ, როცა ევროპის ერთი ნაწილი უარს ამბობდა ამერიკის დახმარებაზე და მის სავარაუდო შედეგებზე, შეერთებულ შტატებში მარშალის გეგმა კენჭისყრაზეც არ იყო გატანილი. კონგრესის შემოწმების გავლაც უგვიანდებოდა. მაგრამ მალე ერთი მოვლენა დააჩქარებს მის რატიფიცირებას. პრეზიდენტი ედუარდ ბენეში იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტებმა, რომლებმაც მთავრობაში შეაღწიეს, ძალაუფლება ხელთ იგდეს. ქვეყანა იქცა პოლიციურ სახელმწიფოდ და საბჭოეთის სატელიტად, რომელსაც კლემენტ გოტვალდი მართავს. ამერიკა შიშმა მოიცვა და მარშალის გეგმა ერთხმად მიიღეს. ამიერიდან აქ ლაპარაკია ახალ მიზანზე, კერძოდ, როგორც ჯორჯ მარშალმა განაცხადა, ცივილიზაციის იმ ფორმის დაცვაზე, რომელიც ჩვენთვის საერთოა. სწრაფად გამოიყო პირველი ტრანში 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც დღევანდელ 52 მილიარდს უდრის. შეერთებული შტატების ნებით, ის ევროპის პირველმა ეკონომიკურმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მიიღო. მალე პირველი გემები როტერდამს, ჰავრს, ლისაბონს მიადგნენ, როგორც იქნა გაჩნდა საკვები პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამრეწველო მანქანა-დანადგარები, რომლებიც ამ ქვეყნებს ძალიან აკლდათ. ახლა უკვე შეიძლება დაიწყოს ევროპის აღდგენა. ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეკვეთით და მარშალის გეგმის შესაბამისად, საფრანგეთში 2520 20-ტონიანი დახურული ვაგონი ჩამოიტანეს დაშლილი სახით. ახლა აქ 2 საათში 3 ვაგონს აწყობენ, მალე 2-ჯერ მეტი აეწყობა. ამერიკის დახმარება საფრანგეთს საშუალებას მისცემს აღადგინოს თავისი სარკინიგზო ტრანსპორტის, კერძოდ კი სატვირთო ვაგონების პარკი, რაც ასე აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ყველგან მომრავლდა მშენებარე ობიექტები. ომის კვალი თანდათან ქრება. ქალაქები შენდება. ხდება მრეწველობის აღორძინება, სოფლის მეურნეობის მოდერნიზება. ამერიკის დახმარების მეშვეობით ახალ ძალას იძენენ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ ომის დამთავრებისთანავე შედგენილი აღორძინების გეგმები. ამ წეების მომრავლებით ამ ქვეყნებში იმედის და განახლების ხანა დაიწყო. მაგრამ ბებერი კონტინენტის აღორძინების დაწყებასთან ერთად, ამერიკელი მეგობრები ძალზე სკრუპულოზულნი გახდნენ თავისი დოლარების ხარჯვის საკითხში. თვალყურის სადევნებლად ამ საკითხის შემსწავლელი ორგანიზაცია, ეკონომიკური თანამშრომლების ადმინისტრაცია შექმნეს. და ევროპას გუნდ-გუნდად შეესივნენ კეთილსინდისიერი და გამრჯი ამერიკელი ადმინისტრატორები, თანამდებობის პირები, მოხელეები. მათი ამოცანა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გაიოლება, დახმარების მიმღები ქვეყნების წარმოებისთვის ხელის შეწყობა, მათი ვალუტის გამყარებაზე ზრუნვა იყო. მაგრამ არა მხოლოდ.
ჩვენი სამუშაოს ერთი ნაწილი ევროპას კაპიტალიზმის გარკვეული ფორმის, ლიბერალური სისტემის და უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის შენარჩუნებისკენ უბიძგებდა. გაგვანდო ერთ-ერთმა მათგანმა. ასე შეპარვით შეიქმნა ნამდვილი კონტროლის მექანიზმი. ეკონომიკური თანამშრომლების ადმინისტრაცია დახმარების მიმღებ ქვეყანათა ხელმძღვანელობისგან რეგულარულ ანგარიშს ითხოვდა. საფრანგეთისგან მოხსენებას სოციუზრუნველყოფის მდგომარეობაზე, მონადირეთა რაოდენობაზე, სამხედრო პირთა და ომში დაღუპულების ქვრივთა პენსიებზე და საგადამხდელო ბალანსის პროგნოზზე. ადგილობრივ თანამდებობის პირთათვის ეს ყველაფერი ძნელი მოსათმენი იყო. ზოგიერთები ხუმრობით პასუხობდნენ ამერიკელებს. ერთ-ერთმა კი ასეთი პასუხით შებედათ. უფრო ადვილი იქნება თავად თუ დაჯდებით ჩემს კაბინეტში, უკეთესსაც გეტყვით მინისტრის კაბინეტში. მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები სუსტი იყო, ეკონომიკური თანამშრომლების ადმინისტრაციის ხალხი მართვის სადავეებს ეპატრონებოდა და იმასაც კი თავად წყვეტდა, თუ რა საქონლის იმპორტირება იყო საჭირო. შედეგად ზოგჯერ გაუგებრობები ხდებოდა. მაგალითად, საბერძნეთის სოფლის მეურნეობას მუშა საქონელი აკლდა და ამიტომ ამერიკელმა ადმინისტრატორებმა მისურიდან ჯორები ჩამოიყვანეს. ბერძნები ცოტა არ იყოს გააოცა ამ ცხოველების ზომამ, ხასიათმა და სიფიცხემ. ამასთან ის ჯორები საბერძნეთის კლიმატისა და ტოპოგრაფიისთვის შეუფერებლები იყვნენ. ხელგაშლილობის ბურუსი, რომელშიც მარშალის გეგმა იყო გახვეული, თანდათან გაიფანტა და ნაკლებად უანგარო ინტერესები გამოჩნდა. დახმარების თანხის 20%-ს დასაბრუნებელი სესხი შეადგენდა, 80%-ს კი სუბსიდიები. ეს თანხები მხოლოდ ამერიკაში წარმოებული დანადგარების თუ საკვები პროდუქტების შეძენაზე უნდა დახარჯულიყო, თითქმის მთლიანად. ამრიგად ევროპისთვის მიცემული დოლარები პირდაპირ შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა, რომელსაც ეკონომიკას უძლიერებდა და ჭარბი საქონლის განათავისუფლებდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში უილიამ კლეიტონმა, რომელიც ერთ-ერთი იყო მარშალის გეგმაზე მომუშავეთა შორის, აღიარა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი მიზანი ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვაა. ჩვენ ბაზარი გვჭირდება, დიდი ბაზარი მსოფლიოში, რომელშიც ყიდვა-გაყიდვას შევძლებთ. ამერიკა უპირველეს ყოვლისა. გარდა ამისა, დახმარების მიმღები ქვეყნები ვალდებულნი იყვნენ იმპორტირებული საქონლის ნახევარი ამერიკული გემებით შემოეტანათ. ეს პირობა აშკარა უპირატესობას ანიჭებდა ამერიკის სავაჭრო ფლოტს. გემების მეპატრონეები ამით სარგებლობდნენ და გადაზიდვაზე მიუწვდომელ ფასებს აწესებდნენ. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები იმისთვის გვჭირდება, რომ მათ გარეშე ცხოვრება შევძლოთ. საჯაროდ განაცხადა ფრანგმა ჟორჟ ბიდომ და წრეზე ბრუნვა გაგრძელდა. ევროპაში ჩამოტანილი ამერიკული საქონელი ქვეყნების შიდა ბაზარზე იყიდებოდა და იქ შემოსავალი ადგილობრივი ვალუტით მოჰქონდა. შემოსავლის 5%-ს ეკონომიკური თანამშრომლების ადმინისტრაცია იტოვებდა. ოფიციალური საბაბი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა იყო. მაგრამ ამ საბაბის მიღმა ისეთი არაადმინისტრაციული ფორმულირება იმალებოდა, როგორიცაა სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულით მომარაგება. საფრანგეთს, ინგლისს, ბელგიას და პორტუგალიას თავიანთი კოლონიების წყალობით ის უამრავი ჰქონდათ.
ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელსაც ზღვის იქითა ტერიტორიები ებარა, ამტკიცებდა, დახმარების მიმღები ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მინერალური რესურსები საფრანგეთის იმპერიაშიაო. ეს ითქვა და საქმეს შეუდგნენ. მაროკოს მანგანუმი, ახალი კალედონიის ქრომი, მადაგასკარის ქარსი, ინდოჩინეთის სკალა მინიმალურ ფასად მიედინებოდა ახალი სამყაროსკენ. მათი რაოდენობა აღშფოთებას იწვევდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაკოტრების პირას მყოფ ქვეყნებს სხვა გზა არ ჰქონდათ. ვითარებას უნდა შეგუებოდნენ. მაშ ასე გეგმა არსებობს. თავარი ესაა, დანარჩენი ორივე მხარეს ესმის, რომ თუ გეგმა გაქვს, შეგიძლია საქმეს შეუდგე. ჩვენ ვეუბნებით, გამოგვიგზავნეთ ხარახურა. გვიგზავნიან. მოაწერეთ ხელი საბუთს, აწერენ. გამოგვიგზავნეთ ფული. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამ ყველაფრიდან თვით ამერიკელები იღებენ მოგებას. შესანიშნავია. მალე საცხოვრებელი სახლების უმრავლესობაში ცხოვრების ჰორიზონტზე გამოჩნდა პროგრესი, სახელად შტატების დახმარება. მართალია ონკანში ცხელი წყალი ჯერ კიდევ მიუწვდომელი პრივილეგიაა, მაგრამ პლასტმასზე და ფორმიკაზე უკვე ოცნებობენ. ყველას გონებაში გაჩნდა რწმენა, ხვალ დღევანდელზე უკეთ ვიცხოვრებთ. ერთი დიასახლისი წერდა, საკვების შეზღუდვები დამთავრდა. გაჩნდა ახალი პროდუქტები. გაოცდებით, რამდენ დროს გიზოგავთ კონსერვირებული წვნიანი. თანამედროვე უნდა იყო. თავმომწონედ ამბობდა ხალხი. მაგრამ ამ ოპტიმიზმმა დიდხანს ვერ გასტანა. რადგან ბერლინი მიწისძვრის ეპიცენტრად იქცა. 1948 წლის 20 აპრილს საგულდაგულოდ შერჩეული 25 გერმანელი ეკონომისტი მათთვის უცნობი მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩაჯდა. ისინი კასელის მახლობლად სამხედრო ბანაკში ჩაიყვანეს და ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციის წევრს წარუდგინეს. მთელი სამყაროსგან მოწყვეტილებს მათ აქ შეერთებულ შტატებში შემუშავებული ფულის რეფორმის ბოლო დეტალებზე უნდა ეფიქრათ. ოპერაცია ბერდ დოგი დაიწყო. ამერიკაში სრული გასაიდუმლოების პირობებში ახალი ბანკნოტები დაიბეჭდა. $23,500 საიდუმლოდ გადაზიდული ეს ფული მოსახლეობისთვის მისი განაწილების დრომდე რაიხსბანკის სარდაფებში ინახებოდა. ასე გაჩნდა დოიჩე მარკი, ანუ გერმანული მარკა. დასავლეთ ზონაში მცხოვრებმა გერმანელებმა ეს ამბავი 18 ივნის პარასკევ დღეს გაიგეს გაზეთებიდან. 2 დღის შემდეგ კი ახალი ფული ბრუნვაში გაუშვეს. ფულის რეფორმა. ბანკების გაღებამდე დიდი დროა, მათ წინ კი უკვე მოქალაქეთა გრძელი რიგები დგას. დაგვიანება არავის უნდა. ყველას ერთი სული აქვს, როდის მიიღებს ახალ ფულს. რიგები ყველგან უსასრულოა. ომის დამთავრების შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა გერმანიაში. ჩვენი მომავლისთვის მთავარი მოვლენა. იმ დღეს თითოეულმა მოქალაქემ მიიღო 60 დოიჩე მარკა, მთელი თავისი რაიხსმარკების სანაცვლოდ. რაიხსმარკებმა ფასი დაკარგეს და განადგურებისთვის იყვნენ განწირული. გერმანელთა ერთი და იგივე თაობა უკვე მეორედ კარგავდა დანაზოგს და კოტრდებოდა. მაგრამ გერმანიისთვის ქრონიკულ ინფლაციას წერტილი დაესვა და ნაცისტური რეჟიმის მიერ დაგროვილი 500 მილიარდიანი ვალი სასწაულებრივად გაბათილდა. სტალინი წყობიდანაა გამოსული. ის შიშობს, რომ გერმანული მარკა მის მიერ დაკავებული ზონის შუაში მდებარე ბერლინამდეც მიაღწევს, რადგან ქალაქი ჯერ კიდევ 4 მოკავშირე სახელმწიფოს შორისაა გაყოფილი. ჩიხში მოქცეული სტალინი საპასუხო დარტყმაზე ფიქრობს. 1948 წლის 24 ივნის გერმანიის დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა სახმელეთო გზა გადაიკეტა.
დაიწყო ბერლინის ბლოკადა. იზოლირებულ ქალაქს ერთსა და იმავე დროს შიმშილობის საშიშროებაც შეექმნა და საბჭოეთის ხელში ჩავარდნისაც. ამერიკამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ჯორჯ მარშალი სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო პრობლემისადმი ემოციებზე დაფუძნებული მიდგომა დაუშვებელია. უნდა გამოვიჩინოთ სიმშვიდე და საღი გონება, რათა განსაზღვროთ, რომელი გზა აჯობებს ქვეყნისთვის, მერე კი შემართებით და მტკიცედ დავადგეთ იმ გზას. და ამერიკელებმა უზარმაზარი საჰაერო ხიდი შექმნეს, რათა ქალაქის მოსახლეობას ბლოკადისთვის გაეძლო. ოპერაცია სურსათი დაიწყო. ოპერაცია სურსათი დაიწყო. მალე ყველაფერი მანდ იქნება. ნახშირს, ხორბალს და თივასაც წამოვიღებთ. ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ. ოპერაცია სურსათი დაიწყო და ყველაფერი კარგად იქნება. აფრენამდე კი ძია ჯოს ვაკოცებთ. ხო, ეს არ დაგვავიწყდება. ერთ ღამეში დასავლეთ ბერლინი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. დასავლეთ სამყაროსთვის. ახლა ბერლინელებს აღიქვამდნენ არა ნაცისტებად, არამედ მსხვერპლად. ორიზე სახელმწიფოს ჭიდილი 11 თვე გაგრძელდა. ამ 11 თვის განმავლობაში საბჭოელთა ცხვირწინ 2 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი ჩაიტანეს ქალაქში. საბოლოოდ სტალინმა ბრძოლა წააგო. 1959 წლის 12 მაისს ბერლინის ბლოკადა მოიხსნა. ბერლინელებმა შვებით ამოისუნთქეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოცხადდა. ეს იშვიათი მოვლენაა. ამ ქვეყნის ფული უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე თავად ქვეყანა. შეერთებულმა შტატებმა იმდენი მოახერხა, რომ გერმანია ევროპის ცენტრად იქცა. ქვეყანას ფინანსური მდგომარეობა მოუწესრიგდა და ახლა უკვე შეეძლო აღორძინებაზე ფიქრი. ამერიკამ კარგად იმუშავა. 2 კვირის შემდეგ, 7 ოქტომბერს, მოსკოვის მფარველი ფრთის ქვეშ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაჩენის ჯერიც დადგა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბლოკების განცალკევება დასრულდა. ჯორჯ მარშალი კონტრშეტევაზე გადადის. ჩვენ სახიფათო ომში ვართ ჩაბმული, ულმობელ მტერთან, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. არ უნდა ავყვეთ იმ ყველაფრის საფრთხეში ჩაგდების ცდუნებას, რაც უკვე დავაბანდეთ. აქ მხოლოდ ფულზე არ არის საუბარი. რადგან ის ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების დასაცავად ჩავდეთ ამ საქმეში. იმ ცხოვრების წესის დასაცავად, რომელსაც დემოკრატიას ვეძახით. ამ კაპიტალ დაბანდების მიზანი კარგ და წესიერ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფლების დაცვაა. მას შემდეგ მარშალის გეგმით მოსარგებლე ქვეყნებისთვის შეზღუდვები გაძლიერდა. სოციალისტური ბლოკის ქვეყნებთან ყოველგვარი ვაჭრობა აიკრძალა. ხსენებული გეგმიდან გამორიცხვის მუქარით. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წესდების ერთ-ერთ პარაგრაფში კი ნათქვამია, რომ კომუნისტური პარტიის არც ერთ წევრს არ აქვს ამერიკის მიერ მოწოდებული სურსათის და სხვა საქონლის განკარგვაში მონაწილეობის უფლება. მაგრამ ამერიკელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. გეგმის მიღებისთანავე ვაშინგტონში გაიხსნა ახალი ორგანიზაცია, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, რომელიც თავისი აბრევიატურით CIA-ით უფროა ცნობილი. მის აგენტებს მარშალის ადმინისტრაციის თანამშრომლებად ასაღებდნენ და ევროპაში აგზავნიდნენ. ამ აგენტთა დავალება კარგად ჩანს ინსტრუქციაში, რომელიც იმ დროს სრულიად საიდუმლოდ ითვლებოდა. მაშინ ნათქვამია,
ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციისთვის გამიზნული ფონდების ერთი ნაწილი სადაზვერვო სააგენტოს უნდა გადაეცეს მარშალის გეგმის შემდგომი განხორციელების და ამ გეგმით მოსარგებლე ქვეყნებში კომუნისტურ ელემენტებთან ბრძოლის მიზნით. პირველი სამიზნეები მუშათა პროფკავშირები იყვნენ. საფრანგეთში შრომის საყოველთაო კონფედერაციას ერთი ნაწილი გამოეყო ფორსუვრიერი, ანუ მუშათა ძალა შექმნა. ეს ახალი პროფკავშირი თავისუფალი ვაჭრობის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის და CIA-ის მაღალჩინოსნის შუამავლობით შეერთებული შტატებისგან ფინანსურ და მატერიალურ ტექნიკურ დახმარებას იღებდა. ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე გამოგვიტყდა. ამაზე თვალებს ვხუჭავდით და ვეხმარებოდით კიდეც. ვეუბნებოდით აიღეთ რაც გინდათ თქო და გვერდზე ვიხედებოდითო. ბრძოლა მიმდინარეობდა იტალიაშიც, სადაც არჩევნები ახლოვდებოდა. ამერიკამ CIA-ის მეშვეობით მთელი თავისი გავლენა გამოიყენა, რათა კომუნისტი კანდიდატებისთვის გზა გადაეკეტა. ამერიკელები გულუხვად აფინანსებდნენ ქრისტიან დემოკრატიული პარტიის მიტინგებს, აფიშებს, ბროშურებს. მოსახლეობასთან ურთიერთობის სპეციალისტებითაც კი უზრუნველყვეს პარტია. ნიუ-იორკში იტალიური წარმოშობის ამერიკელები ამოიღეს მიზანში. მოუწოდებდნენ ზეწოლა მოეხდინათ იტალიაში დარჩენილ ნათესავებზე, რისთვისაც არაორაზროვანი შინაარსის წერილის შაბლონებიც კი დაურიგეს. თუ იტალიის არჩევნებში დემოკრატიული ძალები ვერ გაიმარჯვებენ, იტალიაში ფულს აღარც ამერიკის მთავრობა გამოაგზავნის და ვეღარც ჩვენო. და რა გასაკვირია, რომ არჩევნებში თავისუფლად გაიმარჯვა შეერთებული შტატების სასურველმა კანდიდატმა დე გასპერიმ. შესანიშნავი შედეგია, არჩევნებში 29 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 27 მილიონმა მიიღო მონაწილეობა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ 12.700.000-მა ქრისტიან დემოკრატიულ პარტიას მისსახმა. კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კარგია, მაგრამ ამერიკის გრანდიდება კიდევ უკეთესი. ამდენად მარშალის გეგმა ამერიკისთვის შესანიშნავ სარეკლამო ღონისძიებად იქცა. დახმარებით მოსარგებლე ქვეყნები ვალდებულნი იყვნენ თავისი ხარჯით გაეკეთებინათ ამერიკისთვის ხმოვანი და თვალსაჩინო რეკლამა. მომრავლდა გამოფენები, ფილმები, აფიშები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ მის ღირებულებებს. შეიქმნა ნამდვილი პროპაგანდისტული მანქანა, რომელმაც მთელი კონტინენტი მოიცვა. მოზარდებისთვის გამიზნულმა კომიქსებმა ლამის წალეკეს ევროპა. ისინი მოზარდებს სამშობლოსა და თავისუფლების მამაც დამცველებზე უამბობდნენ და აგულიანებდნენ. ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ამერიკელი გმირი ყოველთვის მხსნელი გახლდათ, ხოლო რუსი მტერი ყოველთვის ეშმაკად იყო გამოყვანილი. პროპაგანდას არც ზრდასრულები დავიწყებია. მათთვის ჟურნალის Reader's Digest-ის რჩეული სტატიები რკინის ფარდის მიღმა ჯოჯოხეთურ ყოფას იმ ტკბილ ცხოვრებას ადარებდნენ, რომელიც ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს მცხოვრებთ ჰქონდათ. ჟურნალის ყოველ ნომერში ახალი სტატიები განადიდებდნენ ოჯახს, როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს. თეთრკანიანთა ოჯახს ცხადია. ღმერთიც ყველგან იყო და მოციქულებიც არ აკლდა. მაგალითად, ყოველკვირეული ჟურნალი კათოლიკური ცხოვრება, რომელიც მონდომებით ქადაგებდა პროზელიტიზმს. მორმონები ამერიკიდან ჩამოვიდნენ, რათა ღვთის სიტყვა გვიქადაგონ. ამერიკიდანვე ჩამოვიდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც კარდაკარ დადიან. ისინიც მარშალის გეგმაში შედიან, კითხულობდა ხალხი. ბოლოს კი ყველგან გავრცელებული ამ პროპაგანდის დასაგვირგვინებლად გაჩნდა ახალი ჟანრის მულტფილმები. რა არის პროდუქტიულობა? ახალი სიტყვა.
მაგალითით ავხსნათ. ერთ ქვეყანაში 5 ველოსიპედის საწარმოებლად 5 მუშამ 8 საათი უნდა იმუშაოს. მეორე ქვეყანაში, სადაც პროდუქტიულობა უფრო მაღალია, 5 მუშა 5 ველოსიპედს 4 საათში ამზადებს და თან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. გგონიათ დარჩენილ დროს უსაქმოდ ატარებენ? არა, რადგან შეუძლიათ მეტი ველოსიპედი დაამზადონ, რაც ცხადია, მათ ხელფასს გაზრდის. პროდუქტიულობა ანუ შრომის ნაყოფიერება არის ნაწარმის რაოდენობის შეფარდება მის წარმოებაზე დახარჯულ დროსა და ენერგიასთან. მაგრამ ნახატი ფილმები მხოლოდ თეორიული შესავალი იყო. მათ პრაქტიკული სამუშაოები მოყვა. განათლების პროგრამის ჩარჩოებში მილიონობით ევროპელს ატლანტის ოკეანის გადალახვა შესთავაზეს. ეს ძველი სამყაროს ქვეყნებში ახალი სამყაროს მეთოდებისა და იდეების გადანერგვის საშუალება იყო. მარტო დიდმა ბრიტანეთმა 267 ჯგუფი გაგზავნა პროდუქტიულობის ზრდის მეთოდთა შესასწავლად. ამგვარად, ათასობით ინჟინერმა, მუშამ თუ ხელმძღვანელმა პირმა შეითვისა მეთოდები, რომლებმაც ამერიკა ძლიერი ეკონომიკის უდიდეს ქვეყნად აქცია. პარალელურად ჩამოსულებმა აქნახეს ამერიკული ცხოვრების წესი, მათ შორის ღია ბუნებაში, ბარბეკიუ და სუფთა ბაღები. ტაპერვეას ფირმის ჭურჭელი, საოჯახო ელექტრონიკა. მაგრამ 1949 წლის 3 სექტემბერს შეერთებული შტატების ცა ერთ წუთში მოიკუფრა. იმ დღეს ამერიკულმა ბომბდამშენმა B-29, რომელიც წყნარი ოკეანის თავზე ჩრდილოეთით პატრულირებდა, რადიაციის მაღალი დონე დააფიქსირა. ახლახან საბჭოთა კავშირმა წარმატებით ჩაატარა თავისი პირველი ატომური ბომბის გამოცდა. შეერთებული შტატები მესამე მსოფლიო ომის საშიშროებამ მოიცვა. ნიუ-იორკში ცხოვრება გაჩერდა, რადგან მილიონობით ნიუ-იორკელი ატომური ბომბით თავდასხმის სიმულაციაში მონაწილეობს. ბირჟიდან პირდაპირ ბომბსაფარებისკენ, ნიუ-იორკის სამოქალაქო თავდაცვისთვის მზაობას ამოწმებს. ამ კადრების მიხედვით თუ იმშელებთ, ნიუ-იორკელებმა კარგად იციან წესები. როცა ასეთი საშიშროება ჩნდება, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყო. 1950 წლის დასაწყისში მარშალის გეგმა საომარ გეგმად იქცა. ახლა ამერიკის დახმარება ევროპისთვის არა მარტო აღმშენებლობის, არამედ შეიარაღების საშუალებაცაა. მარშალი, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა, მხარს უჭერს ასეთ მიდგომას. საგარეო საქმეთა კომიტეტის შენობის წინ გენერალმა მარშალმა აგვიხსნა თუ რატომაა ევროპისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მომხრე. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი ძლიერი ფრონტის შექმნაა. რაც უფრო მტკიცედ იმოქმედებს ის ფრონტი, მით უკეთესი შედეგი გვექნება. მაგრამ მისი აგრესიულ ფრონტად მონათვლის მცდელობა წმინდა წყლის პროპაგანდა დარჩება. ამის შემდეგ მისია ამერიკის დახმარებაში დასაქმებული ხალხი სხვებმა ჩაანაცვლეს. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია გაქრა და მის ადგილზე გაჩნდა ურთიერთდახმარების სააგენტო, რომლის ფონდების მეტი წილი სამხედრო ხარჯებისთვის იყო გამიზნული. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სასჯელი მოეხსნა. ახლა მას ჯარის შექმნის უფლება აქვს. მის შეიარაღებაში 50 მილიონი დოლარი ჩაიდო. ფრანგები წინააღმდეგები არიან. მათ ჯერაც არ მოუშუშებიათ ჭრილობები. ვაპროტესტებთ კრუპის ქარხნებისთვის 50 მილიარდის გამოყოფას. ყოფილმა მეომრებმა, საკონცენტრაციო ბანაკ გამოვლილებმა და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მანიფესტაცია გამართეს. მაგრამ ახალ სამყაროში საფრანგეთს დიდი გავლენა არ ჰქონდა. მარშალის გეგმამ, რომელიც თავიდან 4 წელზე იყო გათვლილი, 2 წელიწადსა და 8 თვეში შეწყვიტა არსებობა. მისი ინიციატორი კი წავიდა, რათა სავსებით დამსახურებული დასვენებით დამტკბარიყო.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარშალის სცენას დაემშვიდობა, საკმაოდ ბევრი ევროპელი მთელი მონდომებით ცდილობდა შეექმნა ამერიკული სასწაული, რომელსაც ასე უქებდნენ. კერძო სესხის აღების ცდუნება საყოველთაო გახდა. კრედიტით ნაყიდმა მაცივრებმა, სარეწმა მანქანებმა თუ ავტომობილებმა ევროპა მოხმარების ეპოქაში გადაისროლა. ამრიგად ამერიკამ აქა-იქ რამდენიმე დროებითი მარცხი განიცადა, მაგრამ თავისი დიდი ბაზარი მაინც შეიქმნა. ეს სანაძლეო მოიგო. 1953 წლის 17 დეკემბერს, როცა ევროპა ფერფლიდან აღდგა, ჯორჯ მარშალმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. დარბაზიდან ვიღაცის საპროტესტო შეძახილმა ცერემონია შეწყვიტა, მაგრამ მისი ხმა მალევე ჩაახშეს. იმ წუთში ეჭვი-არავის ეპარებოდა, რომ გეგმამ, რომელსაც პრემიის ლაურეატის სახელი ჰქვია, მთელი კონტინენტი ამოიყვანა უსკრულიდან, რომელშიც ომმა ჩაითრია. მან ევროპის მრეწველობას განახლების საშუალება მისცა, ხელი შეუწყო მის ზრდა განვითარებას და დახმარებით მოსარგებლე ერებს მომავლის რწმენა ჩაუნერგა. მართალია დახმარებით მოსარგებლე ქვეყნების წელში გამართვა ნავარაუდებზე სწრაფად ხდებოდა, მაგრამ სპეციალისტთა თქმით, სულ რაღაც 1-2 წელი მოიგეს. საბოლოო ჯამში მარშალის გეგმამ ბიძგი მისცა შესასრულებელ ნახტომს და კიდევ უკეთესი, ვიზეს შედეგობრივი კავშირი შექმნა. მითი მის შესახებ ჯერაც არსებობს და დღემდე ისმის მარშალის გეგმის ეგრეთ წოდებული ფილოსოფია. დიდსულოვნება, შერიგება, იმედი, ის საბაზისო მოდელად და ყველა პრობლემის სასწაულებრივი მოგვარების გზად რჩება. სინამდვილეში კი ამ გეგმამ ამერიკის ამბიცია დააკმაყოფილა. ანუ მთელ მსოფლიოში ვაჭრობის საშუალება მისცა და ამერიკული ოცნების უნივერსალურობა დაამტკიცა. ეს გეგმა უაღრესად ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი უფრო იყო, ვიდრე სრულიად უანგარო ქმედება.